სად იყო ქართული ოცნების პრეზიდენტი ადმინისტრაციის ეზოში აქციის მონაწილეების შეჭრისას მიხეილ ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ შენობა არ დაუტოვებია. მაშინ ვინ გაიყვანეს შენობის უკანა გასასვლელიდან სახელმწიფოს კუთვნილი ორი ავტომობილით. მისი კადრების ტელეკომპანია ფორმულამ ექსკლუზიურად გადაიღო. ყაველაშვილი აზუსტებს, რომ ადმინისტრაციის შენობაში იყო, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ საიდუმლოა მისი ადგილმდებარეობა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. ოცნების პრეზიდენტი პასუხისმგებლობას ახლა აკისრებს ყველა მოქალაქეს, ვინც გუშინდელ აქციაში მონაწილეობდა და მათ უმტკიცებს, რომ ქართული ოცნების მმართველობა დიქტატურა არ არის. ყაველაშვილი სრულად იმეორებს ოცნების რიტორიკას გარედან დაფინანსებული ძალების შესახებ და ჯანსაღი ოპოზიციის გაჩენაზე ზრუნავს. რეალურად საიდან ადევნებდა მიხეილ ყაველაშვილი თვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის მოგლეჯვას, რომელსაც თვალწარმტაც ღირს შესანიშნაობას უწოდებს. ლიზი ვეკუა უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს თემის დეტალებით ლიზი გისმენთ. გიორგი, მე წარმოვადგენ პრეზიდენტის ინსტიტუციას, სწორედ ამიტომ ვერ გეტყვით სიმართლეს. ეს იყო მიხეილ ყაველაშვილის პასუხი ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც საგანგებო ბრიფინგზე დავუსვით. მიხეილ ყაველაშვილის მიმართ ჩვენი კითხვები ცხადია იყო შემდეგნაირი. ვეკითხებოდით მას თუ სად იმყოფებოდა ის, როდესაც აქციის მონაწილეები ჩავიდნენ ათონელის სასახლესთან და ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც სამთავრობო მანქანებით ტოვებდნენ ათონელის ადმინისტრაციას. ჩვენ ეს კადრები ფორმულამ გადავიგეთ ექსკლუზიურად და მაყურებელმა ეს კადრები ნახა, სადაც როგორც ჩანს თუ როგორ გაჰყავთ უკანა შესასვლელიდან ორი სამთავრობო მანქანა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილის პასუხი კი იყო შემდეგნაირი. ის ამბობს, რომ მისი ადგილსამყოფელი მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის დაძაბულობა, არის საიდუმლო და ამ ყველაფერზე ვერ გვეტყოდა, თუმცა ადასტურებს იმას, რომ და გვეუბნება, რომ ის თითქოს მანქანაში არ იჯდა. ჩვენი კითხვები იყო მაშინ, ვინ იმყოფებოდა ამ მანქანაში და რატომ ტოვებდნენ ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუმცა ამ ყველაფერთან დაკავშირებითაც მან ჩვეული რიტორიკა გამოიყენა და თქვა, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის. გადაადგილება ეს შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენციას პრეზიდენტის ადგილმდებარეობა ეს არის საიდუმლო. ინტოვებდა და რასტოვებდა მე ვიცი რომ თქვენ საუბრობთ თქვენ ფორმულას საუბრობთ. პირდაპირ გეუბნებით გარე ძალების მიერ შესაძლოა გახსენოთ პასუხს, მაგრამ რადგან მე წარმოვადგენ ამ ინსტიტუციას, უფლება არ აქვს, რომ თქვენ სიმართლე გითხრათ. ეს ვიცი, რამე თქვა თქვენ არ მიყავს ისე სხვა. თუ ეს პროცესები რომ დაიწყო, თქვენ ხომ წარმოგეჩინათ გამარჯვების ცივი აქტი საზოგადოებისთვის, რომ პრეზიდენტი გაიმარა, გავაქციეთ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩვენ ხელშია, ორშაბათს აგებიალებინა და ეს უნდა გაგეკეთებინა. მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურა აქციის მონაწილეების ჩასვლას და შესვლას პრეზიდენტის სასახლესთან და მათ ასევე სიმშვიდისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდა. თქვა, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნება ახლა მეტად მკაცრი ზომები. მადლობა გადაუხადა საპოლიციო ძალებსაც გაწეული შრომისთვის და თქვა, რომ ამ დღეების განმავლობაში დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც მსგავსად მოქცევას განაგრძობენ. იცის საზოგადოებამ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ესეთი განხორციელებული ძალადობრივი აქტი, როგორც უშინ განახორციელეს, დაამსხვრიეს, დალეწეს, ასე ვთქვათ, გარშემო მყოფი ღობე და ის ერთ-ერთი თვალსაჩინო, ასე ვთქვათ, ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის. მეორედ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები უშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის არ შერჩება და იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების წევრებისგან ჩვენ გვესმის მსგავსი მუხარები ის, რომ თითქოს აქციის მონაწილეებს ახლა მეტად მკაცრად მოექცევიან და დაისჯებიან აქციის მონაწილეები უფრო მეტად მკაცრად. ამის მიუხედავად დემონსტრანტები, ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები მაინც აპირებენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას და ისინი ამბობენ, რომ უწყვეტი პროტესტის 312 დღესაც ქართულ ოცნებას გააგონებენ თავიანთ ხმას, არ დანებდებიან და ბრძოლას განაგრძობენ ბოლომდე.